გამარჯობათ მეგობრებო, მე სანდრო ვარ, თქვენ YouTube არზე ხართ და დღევანდელი გადაცემა შეეხება, ასე ვთქვათ, არა ორიგინალ მოტოებს და მოტოს დეტალებს. ამ შემთხვევაში მე მინდა ვისაუბრო კონკრეტულად იმ შემთხვევებზე, როცა მოტოები არის წარმოება იმ ქვეყანაში, საიდანაც თვითონ ბრენდი არის. საერთოდ წარმოებას უკვე ისეთი ტენდენცია აქვს მოტოებში, რომ არაფერი არც ერთი მოტო მთლიანად, რა თქმა უნდა, ერთ ქვეყანაში არის წარმოება და ნაწილები სხვადასხვა ქვეყანაში იწარმოება, ერთ ადგილას იკრიბება და მერე იქ იწყება მოტო. ეს ნორმალური არის თუ სიტყვაზე ერთ და იგივე წარმოებელს ქარხანა სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, რაღაცა სიქა წარმოებს, რაღაცას აქვს და მერე ერთ ადგილას ამას ყველაფერს აწყობს, მაგრამ როგორც წესი, ესე არ არის. ძალიან გავრცელებული არის ახლა ესეთი ფენომენი, როგორც არის აუთსორსინგი. აუთსორსინგი არის, როცა რაღაცა დეტალს, რაღაცა სასაწარმოო პროცესს წარმოებელი ქარხანა ავალებს სხვა კომპანიებს. აუთსორსინგი არ არის მაგალითად, როცა ჩვენ მოტოზე ბრემბოს მუხრუჭები გვაქვს და დენსოს ელექტროობა, ეს შემთხვევა არ არის. აუთსორსინგი არის, როცა რაღაცა კომპანია, რომელიც სიტყვაზე აწარმოებს კბილანებს კოლოფისთვის, ამ კბილანებს აკეთებს სხვადასხვა წარმოებლისთვის და ძალიან ხშირად შეიძლება კონკურენტ წარმოებელს აუთსორსინგზე ქონდეს ნაწილები ერთ და იგივე ქარხანაში და სიტყვაზე Yamaha-ს და Honda-ს კოლოფში ერთ სხვა მესამე ქარხანაში აწყობილი კბილანები ეყენოს. აუთსორსინგის შემთხვევაში როგორც წესი არ არის ბრენდირებული ეს დეტალები, ხო ვერ გავიგებთ რომ ვიღაცა სხვა მააწყო და არის ისეთი ბრენდები მოტოების, რომელსაც ეს მთელი მოტოს წარმოება მთლიანად აუთსორსინგზე აქვს და ხოლმე აწყობა ხდება იმ ადგილას, სადაც უკვე მერე მოტოს დაეწერება, რომ ის არის წარმოებული აქ და აქ. რაც შეეხება თვითონ კანონებს, ამ შემთხვევაში სხვადასხვა არის და მაგალითად ამერიკაში ცოტა უფრო რთულად არის, ანუ 60% მაინც რაღაცა მოტოს სატრანსპორტო საშუალების უნდა იყოს დამზადებული ნაწილების 60% დამზადებული ამერიკაში, რომ შეიძლებოდეს მანქანაზე და მოტოზე დაწერა, რომ ეს არის made in USA. რაც შეეხება ევროპას, მანდ უფრო ბევრად გამარტივებული არ არის და არ არის არანაირი კანონი, რომელიც გვალდებულებს, რომ დავითვალოთ რა პროცენტულობით არის ესე თუ ის სატრანსპორტო საშუალება აწყობილი ადგილობრივი ნაწილებისგან. ეს ძალიან გავრცელებული ფენომენი არის და ბევრი ვარიანტები არის თვითონ აუთსორსინგის, მაგალითად ტრიუმფი რო ავიღოთ, ქარხანა რომელიც ინგლისში არის და ინგლისურ მოტოებს აწარმოებს, ფაქტობრივად სუმთლიანად აუთსორსინგია გაკეთებული, მაგრამ ისე არის, რომ ტრიუმფის ნაწილები მთლიანად იწარმოება ტაილანდში და ჩინეთში, ოღონდ ტრიუმფის ქარხანების მიერ და მხოლოდ ტრიუმფისთვის. და ეს ესეთი უკვე აწყობითი ცეხი არის თვითონ ინგლისში, სადაც მოტოები იწყობა ტრიუმფისვე ქარხანაში დამზადებული დეტალებისგან. ასევე ყველამ კარგად ვიცით, რომ მოტოები უკვე არც ერთი წარმოებელი ექსკლუზიურად იმ ქვეყანაში არ აწარმოებს მოტოს, საიდანაც ეს თვითონ ბრენდი არის და კიდევ ერთი ვარიანტი არის, როცა საერთოდ იმ ქვეყანასთან, რომელიც განცხადებული აქვს წარმოებელს, საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს მოტოს, რომელსაც თქვენ მიიღებთ, ხო? კარგი მაგალითი ამისთვის ბენელი არის, ხო, იტალიური ბრენდი, იტალიის დროშები აქვს დააკრული ამ მოტოს და არანაირი კავშირი აბსოლუტურად იტალიასთან არ აქვს საერთოდ. ეს უბრალოდ სახელია გამოყენებული. უფრო კონკრეტულად რო გავიგოთ რაზე საუბარი, დავიწყოთ ახლა მაგალითებით და ამ გადაცემაში მე მაინც უფრო დეტალებზე და აწყობის პროცესზე არ ვისაუბრებ, მე კონკრეტულად ვისაუბრებ ისეთ თემას, სადაც მოტოს მყიდველს აინტერესებს, სად არის ის მოტო წარმოებული, რომელსაც ადამიანი ყიდულობს და გადაცემის ბოლოს გადავერთვებით სახელოსნოზე, სადაც მაგალითს გაჩვენებთ, რატო არის ეგ საერთოდ მნიშვნელოვანი. რატომ სიტყვაზე მოტო წარმოებული იტალიაში სხვანაირია და ინდოეთში სხვანაირია. წესი და რიგით განსხვავება არანაირი არ უნდა იყოს, ხო, ქარხანა ფიზიკურად სად არის, რა მნიშვნელობა აქვს, ხო, იტალიაშია, თუ იტალიაშია საზღვართან ახლოს, თუ საზღვრის იქეთ მხარეს, წესით
ხარისხი იგი უნდა იყოს, მაგრამ მაგალითს რო შევხედავთ, საერთოდ სხვანაირად არის ყველაფერი. მოდი დავიწყოთ ევროპიდან. პირველი ბრიტანული ბრენდი განვიხილოთ, ტრიუმფი. ტრიუმფი ძალიან საინტერესო ისტორია, ეს ერთი უძველესი წარმოებელია მოტოციკლებების, მაგრამ სამწუხაროდ მათგან რეკლამაში წერია, რომ ტრიუმფი 1985 წელს არის დაფუძნებული, ის ტრიუმფი, რომელიც ახლა მოქმედებს, იმიტომ რომ ინგლისში ძალიან მკაცრი კანონებია აი ამ სახელის შენარჩუნებას და როგორც კი ქარხანამ შეწყვიტა პროდუქციის წარმოება, სახელს ეგრევე კარგავს. განსხვავებით მაგალითად ინდიანისგან, ხო? ინდიანი მოტო 50-იან წლებში გააკოტრდა და ბოლო მეგონი 20 წლის განმავლობაში ხდება მისი ხელახლა ამ ბრენდის გამოყენება და რა თქმა უნდა ინგლისის კანონებით არავითარ შემთხვევაში დღევანდელ კომპანია ინდიანს, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ძალიან მომწონს მაგათი მოტოები, როგორც ტექნიკურად ასე ვიზუალურად, მაინც ვერ დააწერდნენ, რომ ის 1901 წელს არის დაფუძნებული. ასე რომ ჩვენი ტრიუმფი, რომელიც ითვლება 85 წლიდან მოქმედებს, ტრიუმფს თავისი საერთოდ ლოგიკა აქვს მოტოების წარმოების თავიდანვე, როცა დაიწყო ხელახლა ამ კომპანიის ამუშავება, ესეთი რაღაცა მოიფიქრეს, რომ ინგლისში რა თქმა უნდა აწყობის ცეხი იქნება და თვითონ ტრიუმფი ააშენებს ქარხნებს ტაილანდში, ბრაზილიაში და ინდოეთში. და ეს ქარხნები მხოლოდ ტრიუმფს მოემსახურება, ანუ ნაწილებს აწარმოებს, რომელიც ტრიუმფის მოტოს ასაწყობად არის საჭირო და შემდეგ ტრიუმფი თავისი ერთი ქარხნიდან, სიტყვაზე ტაილანდში, გადაიტანს ამ ნაწილებს ინგლისში და იქ დააკომპლექტებს მოტოს და ეწერება მოტოს, რომ დამზადებულია ინგლისში. ჩემი გამოცდილებიდან უარყოფითი მხარე ამ პრაქტიკას არ აქვს. ტრიუმფი ძალიან ხარისხიანი მოტოა, ძალიან კარგი დეტალებისგან ეწყობა, ეს ქარხნები ფანტასტიკურად მუშაობს, მაინც ალბათ ქარხანა, რომელიც არ არის ეს აუთსორსინგის ქარხანა, რომელიც თვალსა ყველას უმზადებს რაღაცა ერთ დეტალს, ბორბლებს მაგალითად, ამ შემთხვევაში, როცა ტრიუმფი ტაილანდში ტრიუმფისთვის თვითონვე აწარმოებს დეტალებს, ხარისხი აბსოლუტურად შენარჩუნებული არის. რაც შეეხება თვითონ მოტოს წარმოება, რამოდენიმე წლის წინ უკვე ტრიუმფმა დაიწყო ამ ქარხნებში, რომლებიც თავიდან მარტო დეტალებს აკეთებენ თვითონ მოტოების აწყობაც და ფაქტიურად წარმოების იქ გადატანა. ზუსტ ინფორმაცია ამაზე არ არის, რა თქმა უნდა, ქარხანა არ ავრცელებს ამ ინფორმაციას, რომელ წელს, სად, რომელ ქარხანაზე გადაიტანა რისი წარმოება და სამწუხაროდ მთელი ინფორმაცია, რაც მოძიებული მაქვს, ოფიციალური არის, მაგრამ ძალიან მწირი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არავინ არ ასაჯაროებს ამ ინფორმაციას. ტრიუმფის შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ დღესდღეობით 2025 წელს ინგლისში წარმოება Rocket 3, Speed Triple და Tiger 1200. ეს არის სამი მოტო, რომელიც იწყობა, ხო, ჩვენ ანუ ისაც ვიცით, რომ ნაწილები წარმოება სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ იწყობა ინგლისში. დანარჩენი მოტოები უკვე ან ტაილანდი, ან ბრაზილია, ან ინდოეთში იქნება აწყობილი. ისევ და ისევ ჩემი გამოცდილებიდან მე განსხვავებას ხარისხში ვერ ხედავ, სადაც არ უნდა იყოს ტრიუმფი აწყობილი, ძალიან კარგი ხარისხის მოტოა. აქვე მინდა ინგლისის თემაში მოვიხსენიო კომპანია Royal Enfield-ი. Royal Enfield-ი დღესდღეობით ეს ყველაზე უძველესი კომპანია, რომელიც განუწყვეტლივ აწარმოებს მოტოებს მსოფლიოში და ეს ინდური კომპანია არის. და ეს კომპანია ინდური გახდა მეორე მსოფლიო ომამდე ჯერ კიდევ და უფრო კონკრეტულად ინდურად გაფორმდა უკვე, როცა ინდოეთი აღარ იყო ინგლისის კოლონია. მაგრამ ეს ბრიტანული კომპანია იყო, რომელმაც ჯერ კიდევ, როცა ინდოეთი ბრიტანეთის კოლონია იყო, შეწყვიტა წარმოება ინგლისში და გადაიტანა ის ინდოეთში. და Royal Enfield-ი მიუხედავად იმისა, რომ დაფუძნებული იყო ეს ბრენდი ინგლისში, ინგლისური უკვე დიდი ხანია აღარ არის და ეწარმოება ინდოეთში. ასევე ლეგენდარული წარმოებელი BSA, British Small Arms, ეს უკვე მთლიანად ინდური კომპანია არის, ჩვეულებრივად მაგისტი ბრენდი აიღეს, რომელიც გავს და მიამსგავს ეს ბრიტანულს, მაგრამ ამერიკაში არ აქვს. დანარჩენი სადმე რამე ბრიტანული
ბრენდის მოტორი შევხვდებათ, მე მგონი ყველა უკვე ჩვეულებრივად ეს არის იყენებენ უბრალოდ სახელს, არქმევენ ასე ვთქვათ თავის მოტოებს და სხვა არაფერი. გადავიდით იტალიაზე. იტალია რამდენიმე წარმოებელი ავარჩიე მე, რა თქმა უნდა, ყველას არის იტალიის საკმაოდ ბევრი მოტორი წარმოებელია დღესდღეობით. დავიწყოთ დუკატით. დუკატი საკმაოდ თვითყოფადი კომპანია, მაგრამ დუკატისაც წარმოება აქვს ტაილანდში. ძალიან ბევრი დეტალი, რაც იტალიაში დამზადებულ დუკატის არის დააუთსორსებული არის. ტაილანდში და ასევე ტაილანდში სავარაუდოდ მესამე კომპანიის მიერ იწყობა დღესდღეობით ვიცით სკრემბლერი და მულტისტრადა არის აწყობილი კონტრაქტორის მიერ ტაილანდში, რაც შეეხება ხარისხს, თუ იმეს რამე გამოცდილება გაქვთ ამ თემას აუცილებლად დამეწერეთ, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ხარისხი არ განსხვავდება. მოტოგუცი იტალიური უძველესი წარმოებელი, ასევე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან უშვებს მოტოებს. არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს სადღაც სხვაგან აწარმოებს თავის მოტოებს არ არის, დააუთსორსებული არის საკმაოდ ბევრი ჩემი გამოცდილებიდან, მე როცა ვუყურებ, ბევრი დეტალი არ არის დამზადებული იტალიაში, თუნდაც, მაგრამ მოტოები მარტო იტალიაში იწყება, ასაწყობი ხაზი მოტოგუცის სხვაგან არსად არ აქვს. აპრილია რომელიც სავარაუდოდ Fiat Piaggio's ჯგუფის წევრი არის, რატო ახლა გეტყვით. ძირითადად მოტოებს იტალიაში აწარმოებს გარდა RS 457-ისა და თავისი ყველა სკუტერისა, რომელიც Piaggio's ქარხანაზე ინდოეთში იწყობა. ასევე ეს მოტოც ინდოეთში იწყობა. Benelli კიდევ ერთხელ ცნობილი იტალიური ბრენდი, არანაირი კავშირი იტალიასთან არ აქვს. გერმანია. გერმანიამაც თავისი მოტოების წარმოება, ნაწილი მოტოების გადაიტანა სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე ძალიან სერიოზულად აქვს აუთსორსებული გერმანიას, მაგალითად მთელი ელექტროგაყვანილობა, Bosch-ის ინჟექტორები და ასე შემდეგ, რაც გერმანულ მოტოებზე, ყველა გერმანულ მოტოზე არის ჩინური არის, მაგრამ Bosch ფაქტობრივად ჩინური კომპანია და მთელი ელექტროგაყვანილობა, ელექტრომოწყობილობები იწყობა ჩინეთში. ასევე მოდელი G310 კომპანია TVS-ი ინდოეთში აწარმოებს ამ მოტოს. ეს არ არის მოტო BMW-ს მიერ წარმოებული ინდოეთში, ეს არის კომპანია TVS-ის მიერ წარმოებული BMW-სთვის. ასევე F800, F900 და Maxi სკუტერი C400-იც მთლიანად მიწარმოება და იწყება ჩინეთში. შემდეგ გადავიდეთ შეერთებულ შტატებზე. Harley Davidson, პატარა მოდელები, ყველა X350, X500 ეს ჩინური მოტოებია, QJ Motors-ის წარმოებული, სხვადასხვა რომელიც ასევე Benelli-ის სახელით აწარმოებს მოტოებს, Street 500 და Street 750 ინდოეთში იწყობა ქარხანაში, რომელიც ფლობელიც არის თვითონ Harley Davidson-ი და X440 ინდოეთში იწყობა Bajaj Motorcycles ქარხანაში, ასე რომ Harley Davidson-ი პატარა ძრავებით, Sportster-ის ქვევით, 803-ის ქვევით, ყველაფერი ან ჩინური, ან ინდური არის. რაც შეეხება ინდიანის მოტოციკლეტებს, მოგახსენებათ, რომ ინდიანი ეს ბრენდი შეიძინა არც თუ ისე დიდი ხნის წინ კომპანია Polaris-მა და ასევე შეიძინა კომპანია Victory მოტოების წარმოებელი. კომპანია Victory-ს დაერქვა ინდიანი. ყველაზე კარგი მაგალითი ამ გარდამავლობის არის Victory Octane, რომელიც ჩვეულებრივად ინდიან სკაუტი გახდა, არაფერი არ შეიცვალა, თუ ან ერთი ყავთ, ან მეორე იცოდეთ, რომ ნაწილები აბსოლუტურად თავსებადეს და იგივე მოტო არის. Victory გახდა ინდიანი. და იწარმოება ამერიკაში, იწარმოება პოლონეთში და ვიეტნამში. მე როგორც ღია წყაროებიდან ვნახე, ყველაზე დიდი წარმოება ამერიკის გარეთ პოლონეთის აქვს, ან თქვენ თუ სადმე ევროპაში იყიდეთ ეს მოტო.
პოლონეთშია წარმოებული, თქვენ აზიაში იყიდეთ ეს moto, ვიეტნამშია წარმოებული და თუ შტატებში, კანადაში ან ჩრდილოეთ ან სამხრეთ ამერიკაში შეიძლიათ, მაშინ თქვენი moto წარმოებული არის ამერიკაში, სავარაუდოდ. არ ვიცით ამერიკაში რა იწარმოება, მაგრამ ვიცით რომ სკაუტი, ჩიფი, FTR-ი, ჩელენჯერი, ჩიფტენი და როდმასტერი იწყობა პოლონეთში და ზოგი ვიეტნამშიც. ეს არის სულ რა ინფორმაციას მოვიძიე, ზუსტად კონკრეტულად უფრო ვერ გავიგეთ, იმიტომ რა თქმა უნდა კომპანია ამ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს. გადავიდეთ ახლა იაპონიაზე. იაპონიას ცალ-ცალკე მოდელები რო არ ავიღოთ, მანდაც ინფორმაცია ძალიან მწირია, ძალიან ესე პატარა მივით უნდა ეძიოთ ამ ინფორმაციას რა მოდელი კონკრეტულად სად იწარმოება და თავარი წესი ფაქტობრივად motoების წარმოების იაპონიაში არის რომ 650 და ზევით კუბატურის motoები იწყობა იაპონიაში და ქვევით თელ სოფლიოში 15 ქვეყანაში არის Honda, Yamaha, Kawasaki-ის ქარხნები და ძალიან ხშირად რაღაცა მოდელი, მაგალითად Honda Cab-ის იწყობა აზიაში აზიური ბაზრისთვის და იაპონიაში იაპონური ბაზრისთვის, საერთოდ იაპონურ motoებს აქვთ ისე ლოკალიზებულად წარმოება, ანუ წარმოებას იწყებენ იქ, motosis-აც ის გაიყიდება და არ უყვართ დიდ მანძილებზე motoების გადატანას. თქოს ინდოეთში ინდური ბაზრისთვის იწყობა და ინდური motoები ჩინეთში არ ხდება და ვერკი ჩინეთში ჩინური ბაზრისთვის იწყობა და ისინი სხვაგან არსად არ ხდება. მაგალითად Honda-ს მაგალითში CBR 650 ტაილანდში იწყობა და მიუხედავად იმისა, რომ წესი აქვს ესეთი არაოფიციალური 650-იან კუბატურის motoები იაპონიაში არის, მაგრამ ეს ერთი მოდელი არის 650, რომელიც ტაილანდში არის და სავარაუდოდ მომავალში ვნახავთ, რომ კლიენტ motoების წარმოება ალბათ იაპონიას დატოვებს, იმიტომ რომ ძალიან არარენტაბილური, ძალიან ძვირი არის. მოგეხსენებათ იაპონიაში მიწა ძალიან ძვირია, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოსახლეობა აქვს და პატარა მიწა აქვს. იაპონიას და სიტყვაზე რომ გითხრათ რამდენად ძვირი არის მიწის შეძენა იაპონიაში. იაპონია კლიენტ მოცულობით ამერიკაზე 20-ჯერ უფრო პატარა არის, მაგრამ საერთო მიწის ღირებულება იაპონიის და ამერიკის რო შევადაროთ, იაპონიაში 4-ჯერ უფრო ძვირი გამოდის კლიენტ იაპონია რო ვიყიდოთ, ასე ვთქვათ, ანუ მიწები რაც იყიდება და შევადაროთ 20-ჯერ უფრო დიდ ამერიკას, მაინც იაპონია უფრო ძვირი ღირს. ამიტომ წარმოგიდგენიათ ალბათ რა დაჯდება, რა კოლოსალურ თანხებთან არის საუბარი. თანხებზე საუბარი, როცა ჭირდება რაღაცა საწარმოს გახსნა, რაღაცა მიწის შეძენა და საწარმოს აშენება. ეს ფაქტობრივად შეუძლებელი არის და ამიტომ აუცილებლად ლოგიკური არის, რომ იაპონიის motoების წარმოება იზრდება, რა თქმა უნდა და ეს იზრდება იაპონიის საზღვრებს გარეთ, იმიტომ რომ საზღვრებში შეგენებულად ადგილი არ არის ფაქტობრივად, რომ ქარხანა აშენდეს. რაც შეეხება ხარისხს თვითონ, ანუ ხარლის შემთხვევაში, ხარლის ქარხანაში რაც არის იწყება ხარისხი აბსოლუტურად არ შეესაბამება იმას, რაც ამერიკაში ეწყობა. ეს სხვა motoები, მაგალითად ხარლი ესეთი პრაქტიკა იყო საერთოდ ეს motoები, რომელსაც ის ყიდის პატარა კუბატურის შედარებით, ხარლი საერთოდ არ აწყობს, ეს უკვე არსებული motoები იყო, როცა ხარლი დაიწყო მის გაყიდვა და ასე ვთქვათ, ფაქტობრივად თავის სადილერო ქსელს იყენებს, რომ გაყიდოს ჩინური და ინდური motoები. ეს არ არის ხარლის საზღობელი motoები. რაც შეეხება ინდიანს, ჩემი პრაქტიკიდან ისევ გამომდინარე, ფაქტობრივად შეუძლებელია განვასხვაოთ moto ინდიანის წარმოებულია ის პოლონეთში, ამერიკაში თუ ვიეტნამში ხარისხი ვიეტნამურ motoებთან არ მქონია შეხება სიმართლე გითხრათ, მაგრამ დარწმუნებულია რომ იგივე იქნება ხარისხში განსხვავებას ფაქტიურად ვერ ხედავთ და სულ სხვანაირი სიტუაცია არის იაპონურ motoებთან, იმიტომ რომ იაპონურმა წარმოებელმა ესეთი წესი შემოიღო, რომ ხარისხი motosi იქნება ისეთი, როგორსაც ითხოვს თვითონ ბაზარი, ხო? ინდოეთში გაყიდული moto არ იქნება იგივე ხარისხის, რაც იაპონური სხვათა შორის. როცა იაპონიაში იწარმოებოდა motoები მთლიანად, მაშინაც იგივე იყო. ყველა მიცოდა, რომ ხარისხის მიხედვით ნომერი 1 არის იაპონიის ბაზრისთვის წარმოებული, ნომერი 2 ამერიკისთვის, ნომერი 3
ევროპისთვის და სხვა ქვეყნებისთვის საერთოდ სხვა ხარისხი იყო თვითონ პროდუქტის. ამ შემთხვევაში ეს მართლდება ახლა და ჩინური ბაზრისთვის, როცა ვიძახი ხარისხს ამ მოტოების, იაპონური მოტოების, რომელიც იაპონიაში არ არის წარმოებული, იგულისხმება ის, რომ ყველა ის დეტალი, რომელიც მოტოს თვითონ თავის ფუნქციის შესრულებასთან არის დაკავშირებული, საკმაოდ კარგი ხარისხის არის. არ არის ალბათ იაპონური ხარისხის უბრალოდ ნაკლები, მაგრამ რაც არ არის თვითონ დაკავშირებული მოტოს დაქოქვასთან, მოძრაობასთან და მოხრუჭებთან, ხომ? მან ხარისხი შეიძლება ძალიან არადამაკმაყოფილებელი იყოს და არ ეკადრებოდეს არც Honda-ს, არც Yamaha-ს და არც Suzuki-ს და არც Kawasaki-ს. მაგალითად, პატარა კუბატურის Kawasaki, რომელიც ინდოეთის ბაზრის იწყობა, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ძრავი საკმაოდ გამძლეა და კოლოფი, მაგრამ ცემლების გარეშე მაგმოტოს ყურება შეუძლებელია, იმიტომ რომ ის ჩინეთში წარმოებულ ჩინური მოტოების ხარისხზე სავარაუდოდ უფრო დაბალია ვიზუალურად, მაინც რა ვთქვათ. უფრო კონკრეტულად მინდა ერთი მაგალითი გაჩვენოთ, ჩემთან სახელოსნოში ახლა ორი მოტო არის. ერთი არის 2025 წლის Honda CB200 და 1993 წელს წარმოებული Honda VT500i. განსხვავება 40 წელზე მეტი არის მაგ მოტოს შორის და მოდით ახლა გადავინაცვლოთ სახელოსნოში და ვნახოთ ეს ყველაფერი რაც მოგიყევით უკვე მაგალითზე. ესეც ჩვენი მოტო, რომელიც მინდა წინა ვიდეოს დავუმატო, ანუ კონკრეტულად როცა ვიძახდი რომ მოტოები რომელიც დააუთსორსებულია ან არ არის იმ ქვეყანაში აწყობილი, საიდანაც ნაწარმოებებისაც არის თვითონ მოტო, ხარისხი კონტროლი მაინც ძნელია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს მოტო არის 2025 წლის Honda CB200i, ამ ხელა კონცერნი არის Honda, ხომ, ქარხნები თვითონ მსოფლიოში აქვს, 15 ქვეყანაში აქვს მსოფლიოში ეს ქარხნები და რა თქმა უნდა, ალბათ რაღაცა უკვე დიდი გამოცდილება აქვს და დაგროვილი და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე შეცდომები არ უნდა მოსდიოდეთ. მაგრამ რეალობა სხვა არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან კარგი მოტო არის, თავის ფასში არის ფანტასტიკური, ძალიან კომფორტულია. ყველა მხრივ კარგი მოტო არის. რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა ხარვეზები გააჩნიათ და ეს ხარვეზები საბედნიეროდ მარტო ვიზუალური არის და მოდით შევხედოთ რა პრობლემები გვაქვს ამ მოტოსთან. მაგალითად, საჭეს რო შევხედოთ, ეგრეთ წოდებული fedbari აყენია, ანუ აქ უფრო სქელია და აქ ვიწროვდება და დააკვირდებით შედუღების ხარისხს საერთოდ ჩანს საღებავის ქვეშ როგორ არის შედუღებული. კამერაზე იმდენად დიდად არ ჩანს, ეხლა როგორც რეალობაში, აი შეხედეთ, აი ესე ტალღებად არის სულ წასული და საღებავის ქვეშ ზოლები ეტყობა იმის, რომ ეს დაშპაკლული არის და დაშპაკლულია და მერე შეღებილი. შემდეგი ეს დეტალი არის, როგორც ხედავთ, Honda-ს ეგ პრობლემა პრინციპში სულ აქვთ ხოლმე რა, იმიტომ რომ თვითონ ეს უკვე Honda არ აწარმოებს ამ პროცესს, მაგრამ ახალი მოტოსთვის, რომელიც გარეთ არასოდეს არ მდგარა, უკვე კოროზია არის აი ამ ადგილას. ეხლა რო შევხედოთ ჩვენ თვითონ ცილინდრს, აქ კიდევ უფრო საინტერესო ნიუანსია. შეხედეთ, ანუ ცილინდრზე და ცილინდრის თავზე საღებავი უკვე გადასულია სულ ახალ მოტოზე. ანუ ქარხნიდანვე ესეთი წამოვიდა. აი შეხედეთ და რაც შეეხება აი ამ ესე დამუშავებას ცილინდრის, ხო ეს უბრალოდ გადაცილებული არის სპეციალურად საღებავი, რომ რაღაც ვიზუალისტვის ეს კეთდება
საკმაოდ ცნობილი მეთოდი არის ეს ოდნავ ცენზის გალამაზების და ამ შემთხვევაში ეს არის სავარაუდოდ ქლიბით გაკეთებული. აი რო შეხედავთ, ხელით არის აშკარად გაკეთებული და თავიდან მეგონა რომ ეს რაღაცა არა ორიგინალია, απλώς ორიგინალია და თვითონ აი ხელს გაიჭრეთ თავისუფლად, აი ბრიტვასავით არის. ნუ ტილო ან რაღაცა გადაუსვათ, ტილოს გააფუჭებს. ეგრევე, ამას ახლა ალბათ ნორმალური დამუშავება და ხელახლა შეღება ჭირდება. აი ესეთი ნიუანსებია, აი პატარა დეტალები აქაც შეხედეთ. აი კოროზია წავიდა უკვე. ეს შეიძლება ითქვას, რომ ტრანსპორტირების დროს მოხდა, მაგრამ რაზეა საუბარი, მოტო არის სულ რაღაც 1 წელსაც არ არის და კოროზიები უკვე დაეწყო. ალბათ წარმოგიდგენიათ 10 და 15 წელიწადში რა ის იქნება. აი შეხედეთ, აი ახალი მოტო შემოკარგება. აი საღებავი დაძრა უკვე სულ. ეს არის აი ტექნოლოგიურად კონტრაქტორი რაღაცა ვინც ამას ღებავს. არ აქცევს ხარის ყურადღებას და მინდა შედარებისთვის ეხლა ავიღოთ მოტო რომელიც არის 40 წლის. ეს არის ესეც ხონდა ახლოვებით იგივე კლასში ახლა არ არის დიდი განსხვავება ეს 200 კუბიანი არის ჩვენი ხონდა ეს არის 500 კუბიანი ანუ საშუალო კლასის სტრიტებია და აი შეხედეთ ეს ცილინდრები არის 40 წლის და იგივენაირი დამუშავება აქვს. ხომ ხედავთ ლამაზია ძალიან. უბრალოდ 40 წლის წინ რატომღაც აი ესე იდეალურადაა გაკეთებული და მთელ მოტოზე ვერსად ვერ დაინახავთ რომ სადმე ძრავზე სხვაგანაც საღებავი ამძვრალი იყოს. აი ესეთ მდგომარეობაშია მოტო 40 წლის. ადრე აი ესე კეთდებოდა მოტოები და ეხლა აი ასე კეთდება. შემოკარგებოდა. მე კიდევ ერთხელ ძალიან ვაქებ ამ მოდელს, საერთოდ ძალიან კარგი მოტოა ყველანაირად, ძალიან კარგად გათვლილია. დაკიდების სისტემა ფანტასტიკური აქვს. მოხრუჭები ძალიან კარგი, რა თქმა უნდა, ABS-ის სისტემით წინ და თავის ფასში, მე მგონი სადღაც $3000 ხირს ეს ახალი, სკუცკუში იყიდება. ძალიან კარგი მოტოა, მაგრამ აი ესეთი პატარა ვიზუალური ხარვეზები ეს ნიშნავს და იმას რომ მოტო რა თქმა უნდა არ არის იაპონიაში აწყობილი. ეხლაც იაპონიაში აწყობილი მოტოები ძრავი როგორც წესი არ იღებება მაღაზიაზე. თანხას ზოგავენ, მაგრამ თუ იღებება და კარგად არის შეღებილი ნორმალურად მაინც. ისე ხარისხიანთ არა როგორც ადრე. აი აქაც დამავიწყდა მე თქვა თქვენთვის აი სკამის კერვის მეთოდი. ხედავთ ნაკეცები არის, სულ ეს ნაკეცები არის ცელოფანი სპეციალური, რომელიც ქვეშიდან არის ამოდებული და ეგ ცელოფანი არის ცუდად დადებული რა, არის წვალადი და ადამიანმა რაღაცნაირად ჩააცო. ფუნქციონალურად არაფერი აბსოლუტურად თავარი არის, ხო, მაგრამ ვიზუალურად აი სულ ახალ მოტოზე ნახეთ. ისინიც როგორ არის შეკერილი ხო თვითონ კერვა რაღაცა ჩინურ საფულეს გავს. აი ესეთი ამბებია $3000 პრინციპში იაფი არ არის და ესეთი არჩევანია, ანუ ჩვენ შეგვიძლია $3000 ეს ვიყიდოთ ეს მოტო ახალი ხონდა ან $3000 დაახლოებით აი ეს ხონდა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა 40 წლით უფრო ზუსტად 40 წლით უფრო ბებერია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონათ ვიდეო. ხოთ დაალაიქოთ, კომენტარები დაწეროთ, ურჩიოთ მეგობრებს და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.